de-Benzinization or de-Ivanishvilization of Georgia. What does it mean, de-oligarchization? It means de-Benzinization or de-Ivanishvilization of Georgia. Hey, გამარჯობა მეგობრებო, ფორმულას ეთერში თქვენ უყურებთ 208 ეპიზოდს გადაცემისა კვირაში ერთხელ მიშამშვილაძესთან. როგორც იქნა საქართველოს ეღირსა პოლიტიკოსი, რომელიც საზოგადოების დამაერთიანებლის როლს შეასრულებს. ამ მისიას, როგორც ჩანს, მიხეილ ყაველაშვილი. მიხეილ ყაველაშვილი იტვირთავს. საქართველოს ნაკრების ყოფილი შემტევი ნახევარმცველი მზადა პოლიტპატიმრები შეიწყალოს. ციტირებ, თავაზობ ყველა შესაბამის მსჯავრდებულ პოლიტიკოს მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და იმავე განცხადებით დაადასტუროს საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. ამგვარი განცხადებით მომართვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შესაბამისი მსჯავრდებულების შეწყალების თაობაზე. განაცხადა ადამიანმა, რომელმაც ჩვენ შორის რუსული საქმის გამკეთებლის დედა 3 წლის წინ. ყაველაშვილის განცხადებით მისი ეს მოწყალება გამოწვეულია იმით, რომ ციტირებ, მნიშვნელოვანია სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარება ყველა პოლიტიკურმა პარტიამ შეძლოს. კოცებო, ჩვენი ოპოზიციის ამბავი რო ვიცი, ეგენი აგვისტოში მაინც აფერი კამპანიის ჩამტარებლები არ არიან. სექტემბრიდან შეიწყალეთ. მოკლედ, კოცებს ორი მოთხოვნა აქვთ. გვაღიარეთო, ჩვენი ლეგიტიმაცია აღიარეთო და არჩევნებში მიიღეთ მონაწილეობა და გამოგიშვებთო გარეთ. ძალიან კარგი შემოთავაზებაა ჩემი აზრით. ერთი დეტალი უნდა დააზუსტოთ და შეიძლება მოლაპარაკებო. დაუშვათ პოლიტპატიმრებმა თქვენს რომ კი, შეგვიწყალეთ თქვენო ულეგიტიმურესობა. და არჩევნებშიც მივიღებთო მონაწილეობას. არჩევნების მერე, შემდეგი 4 წელი რა ხდება? დადეთ პირობა რომ არჩევნების მერე რომ ისევ დაიჭერთ ხალხს, შემდეგ არჩევნებამდე 6 თვით ადრე ისევ შეიწყალებთ. თორე ასე რთული არ ამის დაგეგმვა. უნდა ვიცოდეთ რომ ახლა გამოვალთ ციხიდან, არჩევნების მერე დაგვიჭერთ ისევ და მერე კიდევ გამოგვიშვებთ შემდეგი არჩევნების წინ. ხალხი ვართ ჩვენც. ოჯახები გვყავს. უნდა ვიცოდეთ რა როგორ დავგეგმოთ. თუ აქედან მეცოდინება რომ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სადღაც 1 იანვრიდან ისევ სვაბოდაზე ვართ, უკვე დაგეგმავს კაცი რაღაცას. კოცებო, ერთი დამაზუსტებელი შეკითხვა მაქვს. ეს საზაფხულო სიკეთის აქცია სააკაშვილსაც ეხება? მიშამ რომ გაღიაროთ, არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, შეიწყალებთ? თუ შეიძლება გაიარეთ ბიძინასთან და ისე მიპასუხეთ. სწრაფად არ მიპასუხოთ. ახლა კი რუბრიკა ქართული დემოკრატიის მორიგი გამარჯვება. მორიგი იმიტომ რომ ყაველაშვილის განცხადება არის დემოკრატიის ერთი გამარჯვება და ეს მორიგი. დავით მათიკაშვილი. აზრისა და მოწოდების თავისუფლების შესახებ მუხლს კანონიდან არ ვიღებთ. გილოცავთ, მეგობრებო. დემოკრატიის კუთხით წელს ამაზე უკეთესი არაფერი მოხდარა ქვეყანაში. საუკეთესო ამბავია ქართულ დემოკრატიაზე წელს. მოწოდების თავისუფლებასთან მაინც ფრთხილად იყავით. გადატრიალების ორგანიზება არ შეგეტენოთ. აი აზრის თავისუფლებას მიაწექით. ნუ Facebook-ზე ნუ დაწერთ. გულში იფიქრეთ რაც გინდათ. გრძელდება ირანულ, რუსულ, კორეულ საბჭოთა კანონების მიღება.
ბიძინა ისე გაბრაზდა ბაჩიაშვილმა ბიტკოინები რო არ გაუყო, ახალი კანონი მიიღო. ფინანსურ დანაშაულში მჟავრდებულს თუ ვერ წაართმევ ფულს, შეგიძლია მის ნათესავებს წაართვა. და ესეც არ იქმარა ბიძინამ და ახალი მოიფიქრა კიდე. ბიძინას მაყუს თუ მოპარაო, ციხიდან გამოსვლის შემდეგ ამ ადამიანს ვერავინ დაეხმარება. თუ დაეხმარებით ციხეში გიშვებენ. მაგალითად ბაჩიაშვილი გამოვიდა რამდენიმე წელიწადში და ვიღაცამ უთხრა რომ მოდი ჩემთან იცხოვრეო. იმ ადამიანს ციხეში გაუშვებენ. ან ასეთ ადამიანს ფული თუ აჩუქე, ციხეში წახვალ. ეს კანონი არ არის რუსული. ამ კანონის მსგავსი იყო საბჭოთა კავშირში. ამიტომ ეს კანონი არის საბჭოთა. ამერიდან კანონების სწორად უნდა დავახარისხოთ, ანუ რუსული, საბჭოთა, კორეული, ირანული, ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ, თორე დაგვაჯარიმებენ და ჯარიმის არ გადახდა, ციხეს ამატებენ ახლა. კიდევ ერთი ახალი კანონი გვაქვს. სასამართლოს შენობაში მედიის მიერ გადაღების აკრძალვის გამოპროექტი მესამე მოსმენით მიიღეს. კარგი ბატონო, გავიგეთ. არ არის საჭირო ამდენი. მივხვდით, რომ დიქტატურაა. ნუ შეიჭერით თქვენ მუღამში. სამაგიეროდ ჩვენ ევროპაში უვიზოდ დავდივართ, კობახიძე კი ვერა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ერთ-ერთ ევროპულ სახელმწიფოში ვიზით წავიდა და ამაში პრობლემას ვერ ხედავს. პრობლემა. ირაკლი, შენი პრემიერობის დროს უვიზოდ დადიოდი ევროპაში და შენივე პრემიერობის დროს ევროპაში უვიზოდ ვეღარ დადიხარ. ყურადღება შეკითხვა. ვისი ბრალია? რომელი მთავრობის ბრალია? ირაკლი, შენი მეორე მე რუსთაველზე უნდა იდგეს და შენი პირველი მეს გადადგომას უნდა ითხოვდეს. ნუ, რა თქმა უნდა, თუ შენში რამე განსხვავებულიც არის და ერთიანი მონოლითი არ ხარ. ჩემი აზრით, კობახიძეში არანაირი აზრთა ჭიდილი არ არის. ის არასდროს არაფერზე არ ჭოჭმანობს. ახლა უცხოეთის ამბები. რუბრიკა ჩასვით სათაურში გამოტოვებული სიტყვა. მე ნიუს წაიკითხავთ, ერთ სიტყვას გამოვტოვებ, თქვენ ჩასვით. რუსეთი გახდა X ქვეყანა, რომელმაც ავღანეთში თალიბანის მთავრობა აღიარა. სავარაუდო პასუხები: A. მეორე, B. ბოლო, G. პირველი, D. მესამე. კოკა-კოლას მოსვა? მანამდე თქვენ იფიქრეთ, სანამ ეს სწორ პასუხს გეტყვით. რუსეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც თალიბანი აღიარა. ჯერ არც ჩრდილოეთ კორეას უღიარებია, არც ირანს, არც ოქროს ურდოს, რუსეთი გახდა პირველი. საბჭოთა კავშირს ჰქონდა ამბიცია, რომ პირველი ყოფილიყო კოსმოსში, შეიარაღებაში, სპორტში და ხშირად გამოსდიოდა კიდეც. ამიტომ ვერ გავამართლებ, მაგრამ ცოტათი მესმის იმ ხალხის საბჭოთა კავშირის ნოსტალგია რო აქვთ. აი რუსეთუმეების მომკალი და 1%-ითაც არ მესმის. რა მოგწონთ ამ ქვეყანაში? რაში არიან პირველები? ბოლოს რაზე გაიგეთ, რომ რუსეთი პირველია? თალიბანის აღიარების გარდა. ახლა წაიკითხავთ ყველაზე სააცილო წინადადება საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიაში. თალიბანის აღიარების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა: რუსეთი გააგრძელებს ქაბულის მხარდაჭერას ტერორიზმსა და ნარკოდანაშაულთან ბრძოლაში. ანუ გავიაზროთ კარგად, ტერორისტულ ორგანიზაციას, რომლის უმთავრესი შემოსავლის წყარო არის ოპიუმი და ჰეროინი, რუსეთი პირდება დახმარებას ტერორიზმთან და ნარკოტიკებთან ბრძოლაში.
სტატისტიკის მოყვარულებს გეტყვით, რომ 2022 წლის მონაცემები დედამიწაზე ოპიუმისა და ჰეროინის ექსპორტის 80% ავღანეთზე მოდიოდა. აი, ალბათ უნდა დაეხმაროს რუსეთი. მე ის მიკვრის რუსეთის საგარეოს განცხადებაში რატო არ ფიგურირებს ქალების გაძლიერება. რუსეთი დაეხმარება ქაბულს ტერორიზმის და ნარკოდანაშაულთან ბრძოლასა და ქალების გაძლიერებაში. სათნოების ხელშეწყობის და მანკიერების პრევენციის მინისტრმა და ჩვენი მოგონილი სამინისტრო არ გეგონოთ? ავღანეთში მართლა არის სათნოების ხელშეწყობის და მანკიერების პრევენციის სამინისტრო. სამინისტროს ორი ძირითადი ფუნქცია აქვს. სათნოების ხელშეწყობა და მანკიერების პრევენცია. ანუ სათნო თუ ხარ, მოდიან ხელს გიწყობენ, მანკიერებას თუ აპირებ, მანდაც გეხმარებიან პრევენციაში. თუ ჩაიდინე მანკიერება, აი მან უკვე სხვა სამინისტრო ერთვება. მოკლედ, თალიბანმა ავღანელ ქალებს ერთმანეთის ხმის მოსმენა აუკრძალა. ეს ნიუსი გავიგეთ ბოლოს თალიბანისგან. ალბათ ბევრი შეკითხვა გაგიჩნდათ, რას ნიშნავს ერთმანეთის ხმის მოსმენის აკრძალვა. ამ მინისტრმა პრევენციის დააკონკრეტა. მაშინაც კი, როდესაც ზრდასრული ქალი ლოცულობს და მას სხვა ქალი გვერდით ჩაულის, ეს ლოცვა არ უნდა იყოს ისეთი ხმამაღალი, რომ სხვებს ესმოდეთ. აი, ესენი აღიარა რუსეთმა პირველმა. ჩვენ ავღანეთამდე ბევრი გვაშორებს. ჩვენთან მთავრობის ქება აკრძალული არ არის. ანუ ქალსაც და კაცსაც შეუძლია მთავრობა აქოს და ადიდოს საჯაროდ ხმამაღლა. ავღანეთში ქალი რო გამოვიდეს ქუჩაში და მთავრობაზე ხმამაღლა თქვას, თქვენ გენაცვალეთო, მზის სინათლეს ვეღარ იხილავს. საქართველოში ირანის საელჩოს ცნობით, ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის მოადგილემ ალექსანდრე ღვთისიაშვილმა ირანის მიმართ სამძიმარი და სოლიდარობა გამოთქვა. კოცებო, აიათოლამ ზეიმი გამართა თეირანში, ამერიკაზე გამარჯვება აზეიმა ხალხს და თქვენ რას უსამძიმრებთ? ისრაელი ძალიან გააბრაზა კოცების ამქმედებამ. კოცებო, ეხლა მართლა მეგობრულად გირჩევთ. ისრაელს ნუ გადაიმტერებთ. ანუ მართლა ნუ გადაიმტერებთ. კი არ ვარ თქვენი კეთილი სურველი, მაგრამ ისრაელის გამტერებას მაინც არ გირჩევთ. მე არ დაიწყო deep state და deep state. გადავიდეთ გააცემის მეორე ნაწილზე. Coca-Cola მოусვათ კიდევ ერთხელ. ძალიან დაიძაბა ურთიერთობა რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის. დიდი ხანია დაძაბულია ურთიერთობა სომხეთსა და რუსეთს შორის. პირველად კაცობრიობის ისტორიაში კავკასიაში ყველაზე პრორუსული სახელმწიფო ვართ ჩვენ. ისე ტემპი გვაქვს აღებული, ევროკავშირში ბელარუსი შეგვასწრებს. სხვათა შორის ლუკაშენკომ პოლიტპატიმრები გამოუშვა. ამ კომპონენტში ბელარუსი ჩვენზე წინა ევროინტეგრაციის გზაზე. ამ მომენტში საქართველო-რუსეთის ურთიერთობების გაფუჭების ერთადერთი ვარიანტი არსებობს. რუსეთი უნდა გახდეს დემოკრატიული. აზერბაიჯანის გაანტირუსება კარგი ამბავია ჩვენთვის. ზოგადად სამყაროსთვის არის კარგი, რაც უფრო ნაკლები პრორუსული სახელმწიფო იარსებებს და მით უმეტეს ჩვენი რეგიონისთვის. მაჩვენე შენი რეგიონი და გეტყვი ვინ ხარ შენო, უთქვამ ჩვენს წინაპრებს. ამიტომ კავკასიიდან რუსეთის გაჯმეინება ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ კარგს გვიქადის. პუტინი კი შეცდომებს უშვებს. საგარეო პოლიტიკის დიდი ოსტატი არც არასდროს ყოფილა ხუილო, მაგრამ ახლა შეცდომებს უშვებს.
ომში მყოფი ნებისმიერი ქვეყანა პირველს რასაც აკეთებს პარტნიორების ძიებაა. მეგობრებს თუ ვერ იპოვი, მტრები მაინც არ უნდა გაიჩინო. ახლა პუტინის ინტერესებშია ყავდეს რაც შეიძლება მეტი მოკავშირე, რომელიც დაეხმარება სანქციებისთვის გვერდის ავლაში, დაეხმარება იარაღით, მინიმუმ უკრაინას მაინც არ დაეხმაროს იარაღით. სად უნდა ეძებოს მეგობრები პუტინმა? ნაკლებად დემოკრატიულ ქვეყნებში. ავტოკრატებმა ერთმანეთს ხო უნდა გაიტანონ და მეთანხმებით. ხო და ალიევი არა ყველაზე დიდი დემოკრატიის სამყაროში. ამიტომ პუტინი ალიევის მსგავს მმართველებთან უნდა ეძებდეს საერთო ენას. აბა შვედეთის პრემიერი ხო არ იზმაკაცებს პუტინთან. შანსი არა, ხო? ხო და პუტინის მხრიდან აზერბაიჯანის გადამტერება ძალიან არაპრაგმატული და უტვინო საქციელია. რასაც ჩვენი გააცემის სახელით მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. რუსეთი და აზერბაიჯანი ამჟამად ხამურაბის კანონებით მოქმედებენ. თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ, აგენტი აგენტის წილ, ცემა ცემის წილ, მოქალაქე მოქალაქის წილ. ანუ რასაც აკეთებს რუსეთი, ზუსტად იმავეთ პასუხობს აზერბაიჯანი. თითქმის იმავეთი. აზერბაიჯანს ახლა რუსული სამოქალაქო თვითმფრინავი არ ჩამოუგდია ნაღმი. დაიჭერს რუსეთი აზერბაიჯანის მოქალაქეებს, აზერბაიჯანი რუსეთის მოქალაქეებს იჭერს. სემენ რუსეთში აზერბაიჯანის მოქალაქეებს, აზერბაიჯანში რუსეთის მოქალაქეებს სემენ. რუსი პროპაგანდისტები აზერბაიჯანის დაბომბვას ითხოვენ. დაგასპოილერებ და გეტყვით, რომ რუსეთი მოჭამს აზერბაიჯანს. მეცაც გეტყვით, ვეღარავის კიდევ ბევრი წელი. 27 ივნისს ეკატერინბურგში ადგილობრივი პოლიციის სპეცრაზმა აზერბაიჯანული წარმოშობის 50-ზე მეტი ადამიანი დააკავა ისე, რომ დაკავებისას 2 ადამიანი დაიღუპა. ბაქომ მოითხოვა დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. პასუხად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ეთნიკური კუთვნილება არაფერ შუაშია, რადგან დაკავებულების და გარდაცვლილებიც რუსეთის მოქალაქეები არიან. სამართლებრივად რუსეთი აქ მართალია. რუსეთი საკუთარ მოქალაქეებს ხოცავს განურჩევლად რასისა, ეთნიკური კუთვნილებისა, რელიგიური თუ პოლიტიკური შეხედულებისა. რასაც რუსეთს ვერ დააბრალებ, ისაა, რომ ვინმეს კარგად ექცევა. რუსეთის საგარეომ აზერბაიჯანს რომ იწეროს, მანახეთ ვინმე ვისაც კარგად ვექცევითო, ვერ ეტყვი ვერაფერს. მაგრამ ბოლო დროს აშკარაა, რომ რუსეთი ჩვეულებრივზე უარესად ექცევა ეთნიკურ აზერბაიჯანელებს. თვითმფრინავი ჩამოგდების კონტექსტში თუ შევხედავთ ამ მოვლენებს, აშკარაა, რომ რუსეთისგან ეს არ არის ადამიანების მიმდინარე ჩაგვრა. აშკარად უფრო მეტად მოინდომეს ახლა და ამას ალიევი უპასუხოდ არ დატოვებს. აზერბაიჯანმა დახურა რუსული სპუტნიკი, რომელიც ვითომ მედიაა და სინამდვილეში რუსეთის აგენტების ბუდია. აზერბაიჯანი დახურავს რუსულ სკოლებს. 324 სკოლაში მიმდინარეობს სწავლება რუსულ ენაზე აზერბაიჯანში. ამ სკოლებში 160,000 ბავშვია, ხოლო კიდევ 800,000 მოსწავლე რუსულს მეორე ენად სწავლობს. აი ეს ყველაფერი ჩაბარდება წარსულს. ყოჩა ვალოდია. შენ მალე მოახერხებ და რუსეთი რეგიონული ძალაც კი აღარ იქნება. ეჭვი მაქვს გავა ათწლეულები და საქართველოს ისტორიაში პუტინი დადებით ადამიანად შევა. ადამიანი, რომელმაც რუსეთს დედამო უნდა დაფასდეს. რა? გადაცემის ბოლოს გთავაზობთ რუბრიკას მაყურებლის თხოვნით. 6 თვის წინ მოგწერეს პირადში, რომ გააგრძელეთო რუბრიკა ბიძინას სასახლის საიდუმლოებანი. მაშინ თქვით, რომ რა დროს ეგააო, მაგრამ გავიდე 6 თვე და მივხვდით, რომ ამის დრო არც არასდროს იქნება. ამიტომ 6 თვის დაგვიანებით გთავაზობთ რუბრიკას ბიძინას სასახლის საიდუმლოებანი. რუბრიკაშივე მაყურებლის თხოვნით. შეგახსენებთ, ნებისმიერი დამთხოვა იქნება შემთხვევით. თურმე ბიძინამ აფრიკიდან ახალი ხე ჩამოიტანა, რომელიც აქეთ ეხუტება. თურმე შესასვლელი კარის გვერდზე აეროპორტის ოთახი აქვს ბიძინას.
და მაგის გვერდზე კიდე რკინიგზის სადგურის ოთახი. თურმე ბიზნეს ცვილის ფიგურების ოთახი აქვს, სადაც ცვილის ფიგურების ნაცვლად ნამდვილი ადამიანები დგან. აქვს სიგარეტის მოსაწევი ოთახი, სადაც თვითონ კი არ ეწევა, მაგრამ როცა ნერვიულობს, დინარაძეს აგზავნის მოსაწევა. თურმე ბიზნეს ერთი ოთახი მთლიანად იმერული ყველით აქვს გაკეთებული. თურმე ბიზნეს ერთი ოთახი აქვს მარტო ადიკოსთვის, ოღონდ დიდუბეში. ერთი ოთახი აქვს, სადაც ერთი დივიზია ეტევა. თურმე უპატრონო ცხოველების ოთახი აქვს, სადაც ამ ცხოველების პატრონები ყავს გამოკეტილი. თურმე ძალიან ძვირიანი აბაზანა აქვს და გვერდით აქვს ჩვეულებრივი აბაზანა. სანამ ძვირიანში შეხვალ, აქ უნდა გადაივლო. თურმე გარდენებში აქვს ფეხსაცმელი, რომელსაც კვირაში ერთხელ ჭამა და გაპარსვა ჭირდება. თურმე შეშის პეჩი აქვს, რომელიც ზაფხულში აგრილებს. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული ბოლო ჭორი ბიზნეს სასახლეზე. შეგახსენებთ, ნებისმიერი დამთხოვა იქნება შემთხვევით. ახლა თავარი შეკითხვა, ჩვენ რა ვხდათ, ჩვენ გავხნევდეთ, როცა საერთაშორისო ფაზმა ჩვენ სასარგებლოდ დაიწყო დალაგება, მაინც და მაინც ახლა არ ჩამოვყაროთ ყურები. დომინოსავით მიეწყო, ქვეყანაზე კარგავს რუსეთი და გავლენის სფეროზე. ამ მომენტს ველოდებოდით ამდენი წელი და ახლა შემოგვიტევს დეპრესია მაინც და მაინც. გარშემო სულ რუსული რეჟიმები გვეხვია და მაშინ ვატრაკებდით და არ გაურუსთით და აზერბაიჯანი რო რუსულ სკოლებს ხურავს და სომხეთი რო უვიზოზე მუშაობს ევროპასთან, ეხლა ხელის ჩაქნევა იქნება? ასეთი მომენტუმი არ ქონია 35 წელია. ეხლა უნდა მოვიდეთ ხასიათზე, გავიმართოთ წელში, დავიწყოთ გალობა. აბა გეოპოლიტიკური მომენტუმი და ჩვენი გაბრაზება ხო ვერასდროს დავამთხვიეთ ერთმანეთს. აი მან არ გვიყვება. რავი, დასავლეთი რო გაქოცებული იყო, ამერიკას რო ობამა მართავდა და გერმანიას ანგელა მერკელი, რუსეთთან უწიპუწი რო ქონდა მთელ სამყაროს, მაშინ ქონდა მოღერებული ხმალი რუსეთის წინააღმდეგ და მთელ მსოფლიოში რო წესიერი ხალხი მოვიდა, ეხა შევწექით ლოგინში. პირიქით ხალხო, პირიქით. ახლა გვაქვს საუკეთესო მომენტი, ეს გავიაზროთ და ყველაფერი კარგად იქნება. სულ ესა, რაც დღეისთვის მინდოდა მეკითხა. მადლობა ყურადღებისთვის, მოკითხვა პოლიტპატიმრებს. მომავალ შაბათამდე.